ორი თვეა, რაც დაიწყო ეს პროცესი, როდესაც ადამიანები, ოჯახები თვითორგანიზდებიან და იკავებენ მიტოვებულ შენობებს და თხოვენ სახელმწიფოს იმას, რომ თუნდაც აი ამ შენობებში და არა მხოლოდ მოხდეს ამ ადამიანების გათვალისწინება და მათი დაკმაყოფილება საცხოვრებლით. ჩვენთან ერთად იმყოფება თამარ გაბაიძე, რომელიც მოგვიყვება ამ ბრძოლის შესახებ, იმ პროცესების შესახებ, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს თითქმის 2 თვეა უკვე. მოგვიყვება ამ შენობაზე, იმ ოჯახებზე, ეხლა სადაც ვარ და შემდეგ უკვე შევეცდებით, რომ გაჩვენოთ სხვა ადგილებით, სადაც ასევე ადამიანებმა მოახერხეს აი ამ მიტოვებული შენობების დაკავება. თამარ, მოკლედ გითხარი, ეხლა სად ვართ, რა ხდება, აქ რა სიტუაცია? მოგესალმებით, არა მარტო ჩემი სახელით, ყველა ვინ ჩემს ირგვლივ არის და ვისაც გვაქვს ეს პრობლემა, ყველა სახელით მოგესალმებით. ძალიან ბევრს არ მოსწონს ჩვენი ნაბიჯები, მაგრამ იძულებული ხდებით უყურადღებობის გამო და ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ არიან მრავალშვილიანი ოჯახები, არიან შშმ პირები, არიან უსამსახურო და ვერ იხდიან ქირებს. ეკომიგრანტები. კი, ეკომიგრანტებიც. და ვართ ასე ერთად გაჭირვებით, მოვდივართ რამოდენიმე უკვე 2 თვეა თითქმის. აი ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეხა რა ხდება? ვაპირებთ ცხოვრებას და ვართ. რამდენი ოჯახია? აქ არის 22 ოჯახი, 20-22, რომელიც უკვე ხალხს აღარ აქვს იმის საშუალება, რომ სამსახურშიც წავიდეს და აქაც იყოს. მიატოვეს სამსახურები იმის გამო, რომ ვერც არც ხელფასად ყოფნიდათ, რომ ქირაში გადაიხადათ, შვილებს ვეღარ არჩენენ და ჭამას ვეღარ უთავდებიან და იძულებული გავხდი მე პირადად, ყველა ჩემთან ერთად რამოდენიმე ოჯახი, ვინც გამოვიდა ქირიდან და ცხოვრობთ უკვე აქ, რასაც ქვია. აი ეს ერთ-ერთი ოთახი, რომელსაც ნახავ. თქვენ შესახებ გითხარით. ჩემს შესახებ რა გითხრა? შევალიე ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ცხოვრება, შრომას, მუშაობას, მაგრამ 0. არც სახლი, არც კარი და ემიგრაციაში საზღვარგარეთ ვიყავი, ჩამოვედი და მოვითხოვ იმას, მე რაც საქართველოში მეკუთვნის. აქ რა ხდებოდა ისე, რა შენობა იყო ეს? აქ არის მე რაღაცა ლაბორატორია, ხო? ხო, რაღაცა ასეთი, ანუ ესეც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჯერ რეაგირება არავის არ აქვს. მაგრამ ცხოვრობთ უკვე ნამდვილად, იმიტომ რომ არის საშუალება, წყალი არ ჩამოდის და სიცივი არ არის და თითქმის 1 თვეა აქ. კი, ვართ. შენი დაკვირვება ეხა როგორია, ვთქვათ, ჩვენ ლაპარაკობთ, ესე იგი ეს უსახკარობა, ანუ ჩვენ ქვეყანაში რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა, ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს. ამის თავარ მიზეზებს როგორ უყურებ? ალბათ ერთია ის, რომ ვთქვათ, აი ადამიანები, აი ამ ბანკთან ურთიერთობის შედეგად კარგავენ სახლებს, ხო? კი ბატონო. მეორე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მაგალითად, არ ვიცი, ხა აი ამ აზარტული თამაშების გამო და ასე შემდეგ ბევრი დარღვევარი საქართველოში. პირველი დავიწყებთ მოხუცებიდან, რომელიც ჩემში ძალიან არის ეს მნიშვნელოვანი. პირველი არის მოხუცები მისახედი საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან არიან უყურადღებოთ. აჭარაში ასევე ძალიან აქტუალურია ეს ეკომიგრანტები, ხო, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდა მაგალითად. ვერ ხდება, იმიტომ რომ არ არის საშუალება, არ არის კი არა, ძალიან ბევრია. არ არის ჩამოყალიბებული ის, რაც უნდა იყოს საქართველოში. არა სამსახური, არა, ანუ ძალიან ბევრი რამეა გამოსასწორებელი და ეს ყველაფერი მთლიანობაში საქართველოში კი არა ეს ყველა საზოგადოების და თავრობის მოსაგვარებელია. მე ერთადერთი საქართველოს მოქალაქე, მე მხოლოდ ერთი მარტო ვერაფერს ვერ გავხდები. გამოდით ხალხო, ამოიღეთ ხმა, ნუ გეშინიათ ნუ რაფრიც. მე პირადად აი აქ ცხოვრობ. ეს არის ჩემი კუთხე, რომელიც რო გადავწყვიტე და მოვედი, ვერ ვიმუშავე, არ უმუშაობ, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყებს. მე წასული ევროპაში ჩამოვედი უშედეგოდ. ვინც ამბობს, რომ ევროპაში ყველაფერი ყრია და იოლად არის ხელის გულზე, არა. მე გამოვიტანე ბანკიდან ფული, ვიყიდე ბილეთი, ავდექი წავედი, იქ სამსახური ნორმალურად არ დამხვდა. ვერ წავედი ისე, როგორც მე საჭიროებოდა.
იძულებული ვიყავი კიდე გავძელი რაღაცა მოვაკუჩე და მწვალებით მე სადღაც $3000 დამიჯდა 6000 და 7000 რომ უკვე მე იქ მეშრომა და გადმომერიცხა აქეთა მე ჩემი პრობლემები მომეგვარებინა. ამასობაში გავიდა 2-3 წელი, ავდექი და ჩამოვედი. უკაპიკოდ, უფულოდ, უსახკაროდ და ყველაფრით. მე მოვითხოვ საქართველოს მოქალაქე იძულებული აღარ გავხდე, სადმე მე ვიფიქრო დავდგე და წავიდე, მე მინდა ვიყო საქართველოში, იყოს ნორმალური პირობები. ხალხს სჭირდება დახმარება, ხალხს სჭირდება გვერდში დგომა. მე თვითონ აი მოწყობილი მაქვს მე ჩემი კუთხე, ჩემი ოთახი, არ ვიხდი ქირაში ფულს და არ ვშრომო, ვერ ვშრომო, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. აქ ეხა შენ თქვი რომ დაახლოებით 20-22 ოჯახია, ხო? ამ ოჯახებზე გითხარი, ანუ ვინაა ეს ხალხი თქვა? ამ ოჯახები ბათუმის მოსახლეობა. ზოგი სადათენებს ღამეს, ზოგი ნათესავთან, ზოგი ქირაში. მე მქონია ასეთი შემთხვევა, ჩემი ახლობელი, ჩემ თვალწინ გამოაძევეს ოთახიდან, სახლიდან, იმიტომ რომ თანხას ვერ იხდი და იმდენს რამდენიც უნდოდა. უნდა დატოვო სახლი, იმიტომ რომ სხვაზე ვაქირავებ. აი ცხოვრობა აქ ვარ. მე არსად აღარ მივდივარ. საცხოვრებელი ჭირდება ყველას, ყველა ოჯახს, ერთადერთი ჩვენი მიზანი არის ძალიან ბევრი პრობლემა არის. ეხლა უბრალოდ შეუძლებელია, აი მართლა. ხო, ეხლა როდესაც შენ თქვა საცხოვრებელი არ გაქვს, შენი ლოგინი არ გაქვს, აი გამუდმებით ამ ხიდით გიწევს ცხოვრება, ან ღამის გასათენებელს აძლევ, ვერაფერს ვერ შვები. ცხოვრებას ვერ გეგმავ. მხოლოდ ხარ ქირისთვის. შვილს ნორმალურად რო ვერ ჩაცმევ და პარკში ვერ გაასენებ, მამა ხარ თუ დედა ხარ თუ ექსკურსიაზე ვერ წაიყვან და ამ ხელაშებრკოლებები თუ არის და საქართველოში არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ქართველ ხალხს შრომა არ ეზარება და თუ იშრომებ, ესეც უნდა ფასდებოდეს. 20 და 30 ლარი და 40 ლარი უკვე აღარ არის. საჭმელი მიდის მაღაზიაში ვერ შეხვალ. კი ბატონო 12 საათი. მე აქ არის ერთი ადამიანი რომელიც შრომობს, მუშაობს დილის 9 საათზე გადის ხაბის 12 საათზე შემოდის. არც არაფერი არ 40 ლარი აქვს დღეში. 40 ლარი მე საწავიღო. მე მოუწოდებ საზოგადოებას, მოუწოდებ მთავრობას, თხოვნით. მოგვაქციეთ ყურადღება. ჩვენ ყველა ერთად ვითხოვთ დაკმაყოფილებას. ჩვენ არავისი კუთვნილება არ გვჭირდება. ჩვენ გვეკუთვნის საქართველოში მოსახლეობას ყურადღება გვეკუთვნის, საზოგადოებას თქვენ გვერდში ყოფნა გვეკუთვნის, მოვითხოვთ ამას, მოგვაქციეთ ყურადღება. კაი, წავიდეთ ახლა მოკლედ. სხვა ადგილიც ვნახოთ და ძალიან ბევრი ლოკაცია არის, სადაც უნდა წავიდეთ და ვინახულოთ. მოვედით ახლა ჩვენ კიდე ერთ ადგილზე, სადაც უსახკაროები არიან, უსახკაროებმა დაიკავეს ეს ადგილი. ესე იგი, ფარეხში ვართ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბათუმის ძველი სადგური. კი ბატონო, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და არის უპატრონო ტერიტორია. კი, დიდი ხანი აქ მატარებელი აღარ ჩერდება მოკლედ. კი ბატონო. ესე იგი, როგორც ხედავთ, კარები. ის ხო შეიძლება რომ გაჩერდეს ერთი დიდი მატარებელი და ჩამოვიდეთ და ვიყოთ კარგად. ჩვენ გავხსნათ ეს სადგური. როგორც ხედავთ, ესე იგი, ყველა მხრიდან დაკეტილია კარები. ეს ვინ დაკეტა, ესეც საინტერესოა. და მოკლედ აგერ ხედავთ ხალხს, რომელიც კი ბატონო, მობრძანით ამ შენობაში. აი ესეთ გაწამაციაში ვართ ხალხი, საზოგადოება, აქეთ მობრძანით. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? ძალაერთობაშია. არ დაკარგოთ იმედი. ერთად ყველაფერს მივახცევთ ჩვენ. ეს არის ჩვენი კარების შესასვლელი და გამოსასვლელიც. გითხარით მოკლედ რა ვიცი რა. შეგვიძლია შემოსვა, შემოგება. კი, შემოვიდეთ. მანდაც ამოვართ. სად არ ავდივარ ჩვენ და სად არ ვაკეთებთ. აი ეს არის ჩვენი ანტიკვარი გზა. გზა მშვიდობისკენ. გზა ერთიანობისკენ და გზა ურთიერთგაგებისკენ. სალამი ყველას. როგორ გიკითხოთ? მეც ამოვარ. ხო, თქვენც. ვიდა ხელის მოკიდება. მისთანად. კი, ჩვენ ხო რეკაშეტები ვართ. არა მოდის. მოდის რა მოხდეს? სამსართულიანი შენობა, ვცხოვრობთ 21 ოჯახი ზუსტად. სამსართულიანი შენობა კი არის, მაგრამ საკმარისი ოთახები არ არის ახლა.
მაგალითად 3 და 2 ოთახი ყველას რომ მოგვიწიოს, ეგრე არ არის. პატარ-პატარა ოთახებია, თქვენ თვითონ დაინახავთ. ხო, ეს სადგური დიდი ხანია უფუნქციო. 2017 წლიდან არის დაკეტილი. აქ ვალაგებთ ნენელა, ვაწყობთ. წიგნებს ესენი არ უნდა გადავყაროთ, რომ რამე საჭირო ნივთები არ აღმოჩნდეს შემდეგ. ისე თქვა ყურადღების მიმქცევი არავინ არ გამოჩნდა. არავინ ერთი ადამიანიც კი არ მოსულა საერთოდ. 21 ოჯახიდან, ანუ თითქმის ვართ უმეტესობა მარტოხელა დედები. არიან ეკომიგრანტები. ყველა ნაქირავებში ვცხოვრობთ თითქმის. თვითონაც შეუძლიათ რომ გადაამოწმუნეს როგორც არ უნდა მოიტყუოს ადამიანმა. ხო არაფერი არ დაიმალება. ყველა ვცხოვრობთ ნაქირავებში და დღეს ეხა ჩვენი ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე 700 და 800 ლარს ნაკლებში ვერც ერთ ქიროს ვერ იპოვი, ხო? და ხელფასებიც სამაგისოდ 800 ლარი მაქვს მე მაგალითად. 800 ლარი მაქვს 600 ლარს ქირაში ვიხდი და მყავს პენსიონერი დედა და ერთი შვილი, რომელსაც ვაქცევ მე ყურადღებას. ხო, რაც ეხა ნუ და შეუძლებელია. ეხა 200 ლარით 200 ლარი მრჩება ფაქტიურად იქ კომუნალურებია. ელემენტარული ჩაცმაზე და კარგ საკვებზე აღარ არის უკვე საუბარი, აქ გადარჩენაზეა და თავის გატანაზე. ნუ ახალგაზრდა გოგოები ვართ, ყველა თითქმის და 18 დღეა ესეთ პირობებში ვცხოვრობთ. არ გავდივართ, არ ვტოვებთ შენობას. მე დავზიანდი, ფეხი მტკივა, მინი ოპერაცია გავიკეთე ფეხზე და მე ერთი დღე გავედი. აქვე მკურნალობ ამ სიბინძურეში, ანტისანიტარიაში. ყველა ერთი და იგივე ისტორიით ვართ აქ. არცეც არ გვილხინს, არცეც არ გვეხალისება, ეხა ამდენი შეურაცხყოფები და ესე თავმოყარეობაზე გადაბიჯება და ეს ამ პირობებში ცხოვრება. იცით რა მაინტერესებს, აი რაღაცა ერთმანეთი როგორ იპოვეთ, ეხა აქ შემოსვლას დაორგანიზება ჭირდება, მომზადება ჭირდება, ამ შენობას მონახვა ჭირდება, ხო? გეტყვით მაგ ყველაფერსაც. აქციებიდან გავიცანეთ თითქმის ერთმანეთი მე და ჩემი მეგობარი გოგო არის ერთი. შარშანაც ვიყავით შესახლებული ჩვენ თავდაცვის სამინისტროს შენობაში და გამოგვიშვეს. ხო და ეს აქციიდან გავიცანით ერთმანეთი, დაუახლოვდით, დაუმეგობრდით. მე ეს შენობა შემთხვევით ვიპოვე, გავიკითხე, რის ბალანსზე იყო. ხო და ესე შევიყარეთ ერთად და უთხარი შევიდეთ. ნუ ეხა თავი ესე გადავწყვიტეთ, რომ შემოსულიყავით. ყველა ერთად ერთხმად და ერთიანობით. ხო, აი ისე ვთქვათ, ეხლა ჩვენ ანუ ხედავთ, რომ რეალურად ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახია, რომელსაც საცხოვრებელი არა აქვს, ხო? აი ვთქვათ, რაღაცა იმ მსგავსი აი ორგანიზებისკენ, მსგავსი ორგანიზება, ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო, ვთქვათ, ყურადღებას არიჩენს ამ ოჯახების მიმართ. როცა მთავრობა არ გვაქცევს ყურადღებას, შენ თვითონ უნდა გადაირჩინო თავი, მე ასე ვფიქრობ. ეხლა გამოსავალი ჩვენ ამაში ვნახეთ. ამ ყველაფრით და ამ სიტუაციით ვნახეთ გამოსავალი, რომ ჩვენ თვითონ გვენახა და ჩვენ თვითონ წარგვემართა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ამაზეც კმაყოფილი ვართ. მარტოხელა დედა ვარ მეც, 4 წელია უკვე მარტო ვარ, 8 წლის შვილთან ერთად ვცხოვრობ. მყავს ოჯახში 2 უნარშეზღუდული. მამაჩემს ახლა სიმსივნურ გამონაზარდზე ოპერაცია გავუკეთე, გულზეც პრობლემა ჰქონდა. და დედაჩემიც არაა კარგად. ანუ ყველას მე ვაქცევ ყურადღებას. არ მაქვს ახლა ისეთი დიდი ხელფასი, რომ ქირაც გადავიხადო და ამ ყველაფერს გავუმკლავდე. ამიტომ ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ეს მიტოვებული შენობა და 21 ადამიანი ავდექით და შემოვედით. აქ არა ისეთი პირობები, რომ ადამიანმა იცხოვრო. მაგრამ სხვა გამოსავალი რო არ გვაქვს, ჩვენ ამაზეც კმაყოფილები ვართ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ერთი ადამიანიც კი არ მოსულა და არ უთქვამს ან წადით, ან იყავით, არც კარს გვიხსნიან, წყალი არ გვაქვს, საპირფარეშო არ გვაქვს, ფანჯრიდან გადავდივართ, გადმოვდივართ, გვინდა დახმარება. ან მოგცენ იმის საშუალება, რომ ვიცხოვროთ, კარი გაგვიღონ და მოვაწყოთ ჩვენი სახსრებით და ვიცხოვროთ, რამდენ ხანსაც იქნება ეს შესაძლებელი, ან დაგვაკმაყოფილონ. იცით, აი ამ სამსახურებზეც მინდა კარგად რომ მითხრათ. რა ხა ჩვენ რასაც ხედავთ, ხო? ესე იგი, რა ვიცი, ერთის მხრივ ხა მარკეტში მუშაობ, აფთიაქში მუშაობ, თუ რა ვიცი, ხა რაღაცა მსგავს მომსახურების სფეროში რომ მუშაობ, ანუ გიწევს 8 საათი, 10 საათი მუშაობ. მე 12 საათი ვმუშაობ 50 ლარზე. 12 საათი ფეხზე ვდგავარ. ნუ ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელი შეწყობა მაქვს იქ, მამაჩემი თუ ცუდად გამიხდა, ადრე წამოვედი, ან დავაგვიანე, ან ბავშვის სკოლაში წაყვანა, მოყვანა, ცოტა პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ აქედან ხელვარჩაურში დამყავს. აქ ვერ მივიყვანა, იმიტომ რომ ჩაწერილი არ ვიყავი. ხო და ანუ ჩემი სამსახურით მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელი შეწყობა მაქვს და კარგი გარემოა და თავისუფლად ხარ. კი 12 საათი მაგიტო ვდგავარ ფეხზე, რომ
მიღირს ამად რომ 12 საათი ფეხზე დგომაც ძალიან ხო, ანუ მეტი რა ვქნა, მეტი გზა რო არ მაქვს, მეც მინდა ეს 7 საათიანი გრაფიკით და ეს 3 და 4 საათი მეც მინდა რომ დავისვენო, მაგრამ მეტი გამოსავალი რო არ არის, მუშაობ. სად მუშაობთ ისე რა? ნახევარფაბრიკატებში მუშაობ მე. ვართ ისევ ფარეხის ტერიტორიაზე, ფარეხის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვერდით არიან აი ამ შენობაში ადამიანები შესული, აქ ახლა ხედავთ თქვენ ცხოვრობთ, თქვენი სურვილი იყო რომ თქვენი ამბავიც ესე იგი მოგეყოლა ჩვენთვით. გითხარით თქვენ შესახებ ვიმბრძანდებით და რა ხდება ახლა? მე ვარ ერთადერთი საქართველოს მოქალაქე, ღარიბი ადამიანი, ავადმყოფის შვილი, 28 წლის გოგო მყავს, ყველანაირად ავადმყოფს. თუ არ დავცავი შვილო, ბავშვი ვერც იბას, ვერც კითხულობს, ვერც ეს თუ გინდა შეამოწმეთ ყველანაირად, ისეთი შვილი მყავს. ქალს შემოსავალი არაფერი არ გამაჩნია, ამ ბავშვის პენსია მაქვს, სოციალური დაუცველობის მეტი, მე შემოსავალი არაფერი არ გამაჩნია. ამ ქალმა შემიცოდა რამდენი 8-10 წელი აქანა ვცხოვრობ. ბოლო-ბოლო ვეღარ ვიხდი და მითხა, სხვა შემევიყო, შე თუ ვეღარ იხდიო, მისი ქონება, ქირით მზადები, კი ბატონო. ხო, მითხარ რომ სხვას შემოვიყვანო და უნდა გაგიშვაო. აგერ ახლა დავდივარ ყოველთვის ხუთშაბათობით მერიასთან, ამას წინ გადადექით უძახეთ, იმდენი ხალხი ვიყავით, გაჭირებულებს დაგვეხმარეთ, გამოდით სიტყვა თქვით, არავინმა არ გამოვიდა დედა დაგტოვეს ისე. ამ ადრე დედიკო ამ შენობაში ჩვენც შევიჭერით. ავადმყოფი ბავშვები, როგორი ბავშვები ყავდათ, იცი? დედა თუ არ მოკიდებდა ხელს, ვერავინი ვერ გაიყვანდა იმ შვილს. ისეთი შვილები იყო და რო შემოვიდნენ კოვიდის დროს ახალ წელს შევედით ზუსტად. იქედან ჯერ პატარა გველაპარაკეს ტელევიზიამ გადაიღუეგი და იმ წუთივე დაგვაცლევიეს. რო ჩამოვედით ეზოში, მთავრობას ვერ ვერევით, დედიკო. რა ვქნათ, პოლიცია ისეთი მევიდა რომ ჩამოგდენა, ლუბოი დროს ამას გაგიკეთებენ. აი ეგენი რო იძახიან, რატო არ იყავი? ვიყავი, მაგრამ ვინ გამაჩერა? ამგენდანაც რომ პოლიცია ჩამოყრის, ხო? ასე არის. იმის მერე კიდო ყურადღების მოქცევა არა და იაფასიან სახლებში შევიჭერით. ყველა ოთახები 5 ბინა გავავსეთ, დედიკო. კარებში იყო ჩასაკეთები, შევიკეთეთ, იქაც ინვალიდი ბავშვები ყავდა და იმდენი ქნეს, მე რო ვერ გამომიყვანეს და იქალიც თავისთავად ვერ გამოდიოდა, ბავშვი ისეთი ყავდა, ხელში დამიკავეს და ჩამომათრიეს 4 პოლიციელმა და დამაგდნენ პადიეში. სად არ ვიყავი, დედიკო, განცხადებები დაწერილი მაქვს. იუსტიციიდან მოვიტანე, დედიკო, როგორც არაფერი არ გამაჩნია, წყალი რო წყალი ჩემი არ არის, გეიგონეთ, გეუბნებით გული. ნახეთ ოჯახები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, რომლებსაც სხვა გზა არ აქვს და დაიკავეს აი ეს შენობები, იმიტომ რომ უბრალოდ არსებობისთვის უწევთ ბრძოლა. ბუკნარში ვართ, აი ხა ხედავთ შენობას, რომელიც 25-მა ოჯახმა დაიკავა, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ხა აქ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ძალიან ძიმე პირობებია. შევიდეთ მოკლედ შიგნით და ვნახოთ რა ხდება და დაველაპარაკოთ ამ ხალხს. ანუ აქ შემოვედით გაუსტასის პირობების გამო, რომ ხირას ვეღარ ვიხდიდით, ვცხოვრობთ დაქირავებში 2 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. ანუ გაუსაძლისი მდგომარეობა იყო უკვე, რომ გადავწყვიტეთ ამ ხალხთან ერთად გვერდში თანადგომით შემოსული ვიყავით სახელმწიფო შენობაში. არ ვაპირებთ დაშლას, მანამ არ დაგვაკმაყოფილებენ და არ მოგცემენ საცხოვრებელ ფარც. ხო, მაგრამ ეხა აი ამ პირობებში ცხოვრება, ღამის გათენება, რა ვიცი. ანუ ამ პირობებში ვათანებთ და ვაღამებთ. აი აქა ვართ 40 დღეა უკვე. ისე ეგეც საინტერესოა, თქვათ, აი ვიღაცა შესაბამისი უწყებიდან, თქვათ, ვინმეს გამოხმაურება, შეხვედრა. არა, საერთოდ არავის არ გამოუჩენია გულისხმიერება და არ მოსულა, არ დაგულაპარაკებია. მხოლოდ მობრძანდი და განცხადებები დაწერეთო. განცხადებები იწერება და იკითხება კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთო. მაგენის კრიტერიუმი არაფრით არ კმაყოფილდება. ვერ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს. კრიტერიუმი კმაყოფილდება მათი ჯიბეებით. გაჭირვებული ხალხის განცხადება არასდროს არ არის განხილული. ესე იგი ჩვენ უმაღლეს საბჭოსთან 10 დღე გავმართეთ აქციები, სადაც ბატონი თორნიკე რიჟვაძეზის და არის მეთაური აჭარის 2-3 ღამე იშიმშილეს ქალბატონებმა, მერე ცუდად გახდნენ და დავანებებიეს შიმშილს თავი და ერთხელ არ ჩამობძანებულა ძირს და არ მოუკითხია ამ ხალხის ბედიხმალი. ჩამონდის უშვებს დეპარტამენტში მომუშავე რამოდენიმე პიროვნებას და ესე იგი უმაღლესში უნდა დაწეროს ამ ხალხმა განცხადება,
უმაღლესი გადაუგზავნის მერიას, მერია გადაუგზავნის თბილისში განიხილება და მე ეძლევა ამ ხალხს პასუხები. ახალი პაკეტი არის რაღაცა, ერთი 5-6 უსაკაროს უკვე დაწერილი აქვს და პასუხი ვარი მოუვიდა. და ამ ადამიანებს, ვინც აქ არიან, ესენი არიან 6-7 წელიწადია, რომ იბრძვიან უსაკაროების წინააღმდეგ. და რა გითხრათ, ყოველ თვეში, ყოველ მეორე თვეში აქვს დაწერილი განცხადებები. ცოტა ის შორიდან ვინც უყურებს სიტუაციას, ხო, თქვა თუნდაც აი ბათუმის სიტუაციას. ამ ადამიანების აღქმა შეიძლება ასე იყოს, რომ რა ვიცი, ეს ქალაქი რაღაცა ყვავდება, ამდენი შენობა შენდება, ამდენი ახალი კორპუსია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ანუ ადამიანებს ეს თქვა რიგითი ადამიანებისთვის, თქვა თქვენთვის, ჩემთვის და ასე შემდეგ, თქვენთვის არა. ეს ხალხი არის, ვინც ვერ იხთის ქირას უკვე. ამ წუთას. რატო გეტყვით? 2 წლის წინ, 3 წლის წინ თუ 2 წლის წინ იმდენი რუსი შემოვიდა აჭარაში და იმდენმა ადამიანმა იყიდა სახლი და ქირაში არიან 300-400 ლარიანი ბინები გახდა 1000-1200 ლარი. უსახკაროები გამოაგდო ხაზეიკებმა, მეპატრონეებმა და დარჩენ ქუჩაში. აგერ ქალბატონი საცხობის შენობაში ცხოვრობს. ავადმყოფი რამდენჯერ ნაოპერაციები შეგეცოდებათ აივანის გადაუხურავი ლოგინი უდგას ქალს და ამას რო არ დააკმაყოფილებ ქალბატონი აგერ შუშანა მარტო ხელა ქალი არის და ამხრის ქალია არის დალითებიძე რომელსაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული შვილი ყავს და სოციალურზია ეს ქალი და სახლი არა აქვს, კარი არა აქვს. არის მაგული ფუტკარაძე, რომელსაც ქრონიკული შიზოფრენია აქვს შვილს და ამ წუთში ქუჩაში ცხოვრობს, არა აქვს სახლი და კარი. და აი ამ სიტუაციაში 5 შვილის დედაა, ქალბატონი თია ეგერ. 5 შვილის დედა. და სამართალი ვერ პოვა ამ ქალმა ამდენი ხანია და რა გითხრათ, რამდენი ასეთი ადამიანი. ალბათ ეხა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და აი თქვა ამ სიდუხჭირის გაჭირვების გათვალისწინებით და უყურადღებობის გამო ალბათ თქვა აი ეს ხო აი თქვა ამ შენობებში შესვლა რაღაცა ტიპის გამოსავალია ხო რა თქმა უნდა აქ ესენი თუმცა ეხა აი ჩვენ წინაშე შენობებიც ვნახეთ ეხა იქ თქვა არ წვიმს და ფანჯარა და კარია და ახლა აქ არაფერი არ არის აქ პირველი უსაკაროები შემოვიდნენ კეთყვი 28 სექტემბერს აქამდე კი იცით რომ დაფიკი იყო ბინები მაგრამ ეხლა ძალიან გაჭირდა ქირის გადახდა ვარ სოციალურ დაუცველი მაგრამ ამ სოციალურ რამდენი უნდა გააკეთო ბავშვს უნდა მიხედო აქეთ ქირა უნდა გადაიხოდო და ბოლოს გამოსავალი ვნახეთ ის რომ მოვდივართ აქ ვითენებთ ხამეს და ვითხოვთ თუნდაც ერთი ოთახი იმისთვის რომ ჩემი შვილებთან ერთად ვიყო და არ გადავიკვეცო ემიგრაციაში როგორც მე მინატრება ჩემი მშობელი დედა თუ წელი თვალით არ მინახავს ანალოგიური განცდა არ მინდა ჩემმა შვილებმა გამოიარო ეს იქნება ჩემი თხოვნა რომ დაგვიდგენ გვერდზე და მოგვაქცენ უსახკაროებს ყურადღება. დედა ესე იგი ემიგრაციაშია დიდი ხანი. ყავს 7 წელია დედას მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრები. და არ მინდა რომ იგივე გამოიანო ჩემმა შვილებმა. ხაი სამუშაოდ ვერ გახვალ აქ იმის გამო რომ ბავშვები პატარები არიან. წახვიდე ემიგრაციაში ვის პატრონის სახში ჩავაბარო რომ ბავშვები ანუ ამას ვერ გავაკეთებ ვერანაირად. რავი სხვა როგორ უნდა მოვიქცე უბრალოდ გამოსავალს ვერ ხედა ოღონდ მართლა ეს რა ვიცი ძალიან ისაა რა ხა ძალიან მძიმეა ზოგადად ამ ისტორიების მოსმენაც აქ ახლა რა პირობებშიც გიწევთ ხამის გათენება ეს საერთოდ წარმოუდგენელია ხო რა 40 დღეა ვათენებთ უკვე აქ არ ვიცი მე ხალხსაც ვეტყვი რა ხა ჩვენ მაყურებელს რომ რა ვიცი ხა ამ ადამიანებს ხო ყველა კორპუსი ვნახეთ ეხლა თქვათ სადაც ეს ოჯახები ხართ ხო შესული ხა ამ ხალხს გაძლიერება ჭირდება და გვერდით დგომა ჭირდება და ვისაც შეგიძლიათ ხო რა ვიცი არ ვიცი რითიც შეძლებთ მოკლედ ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეთ და მე ხა არ მინდა ცუდი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ალბათ იმასაც უნდა ველოდოთ, რომ თქვათ პოლიციაც მოვა აქ და თქვათ თქვენ გაყვანასაც შეეცდებიან და ასე შემდეგ. მე გეტყვით არიან გაჩერებულები. ესენი ელოდებიან არჩევნების ლეგიტიმაციას.
როგორც კი არჩევნებს ესენი თავის და სასიკეთოდ გამოაცხადებენ, მეორე დღიდან დაიწყება პოლიციის სირბილი ამ ლოკაციებზე და ამიტომ თქვენი ტელევიზიითაც მინდა მოუწოდო ყველა საქართველოს მოქალაქეს. ადამიანებო, ვისაც გაწუხებთ თქვენი ოჯახების ბედიღბალი, არავინ დალხენილი 90% საქართველოში არ ცხოვრობს. ყველას პრობლემები გვაქვს. თუ გინდ უსაფკაროობის, თუ გინდ ავადმყოფობის, თუ გინდ იპოთეკით დაზარალებულების 99% საბანკო სისტემა კლავს და წელში გვტეხავს, ხო? გამოდით გარეთ ხალხნო, რატო ეგუებით ამ უსამართლობას? ეს ყველაფერი კი ხდება ბათუმში, რომელსაც აი ეს ჭყვიალა ცენტრი აქვს, უზარმაზარი ცათამბჯენებით, უამრავი კორპუსებით, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, აი ამ მშენებლობას, ფაქტია, რომ ეს რიგითი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ შენდება და მიუხედავად აი ამ ჭყვიალა შენობებისა, ამ ქალაქის მეორე მხარე ესაა, სადაც ადამიანები უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან.